ბუნებამ ასე დააწესა, რომ ბავშვს ყავს ორი მშობელი, ერთი მშობელი აქედან არის დედა, ერთი მშობელი არის მამა და ისევე როგორც ბავშვს ჭირდება დედა, ასევე მისთვის აუცილებელია მამა და ორივე მშობელს თავისი ფუნქციები აქვს. თუ ზოგადად ვიტყვით, დედა არის უფრო სითბოს და უპირობო სიყვარულის მატარებელი ბავშვისათვის, ხოლო მამა არის როგორც მცველი, როგორც ძალა, სიძლიერე, ინტელექტი და აი ამ ორი დედის და მამის არსების შერწყმა ბავშვის განვითარების აუცილებელი ნაწილია. აშკარაა, რომ სხვადასხვა როლი აქვს მამას ბიჭისთვის და გოგოსთვის. გარდა იმისა, რომ ორივე შვილისათვის ბიჭი იქნება თუ გოგო, მას მოაქვს აი ეს დაცვა, სიძლიერე, თავისებური კაცური სიყვარული, ეს მოაქვს ორივესთვის, მაგრამ ამასთან ერთად ბიჭისათვის მამა უფრო იდეალურ მამას ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, არის საუკეთესო ნიმუში კაცობისა. რეალურად ყველა ბიჭი მამაკაცობას სწავლობს საკუთარი მამის მაგალითზე და ის თუ როგორი მამები ყავს ბიჭებს, ასეთივე მამები მომავალში თვითონ იქნებიან. როგორ მეუღლეს ხედავენ თავის მამაში დედისათვის, ასეთივე ქმრები იქნებიან თვითონ მომავალში. ქალიშვილისთვის მამა უფრო წარმომიდგენია, რომ ეს არის აი იდეალი, როგორი ურთიერთობა უნდა იყოს ქალს და მამაკაცს შორის. აი ამისი მაგალითი არის და ასევე რა თქმა უნდა საუკეთესო მცველი და აი უპირობო სიყვარულის გამტარებელი. არ გულისხმობს, რომ უნდა აუცილებლად მოქონდეს სიმდიდრე, ძვირი ნივთები. აი ესეთი თქმულება ერთმა მილიონერმა მამამ წაიყვანა თავისი შვილი ღარიბების ოჯახში, რომლებიც ცხოვრობდნენ რაღაცა ოკეანის პირზე, ღარიბი მეთევზეები და რაღაცა ძაღლი ყავდათ ერთი და ასე შემდეგ და რომ დაბრუნდნენ უკან, ანახა ეს ღარიბების ცხოვრება და ამის მერე უთხრა აი შვილო, ხო დაინახე ხარ ამხელა განსხვავება არა და კიო ის ბავშვი ეუბნება. დავინახეო, ნახეო, ჩვენო ღობე გვაქო და იმათ კიდე მთელი ოკეანი აქვს თუ არ არიან შეზღუდულებიო, ჩვენო ნათურები გვინათებენ ღამეო და იმათო მთელი ვარსკვლავების ცა ადგათო თავზეო. ანუ აი სიმდიდრეში არ არის ზრუნვა, სიმდიდრეში არ არის ერთმანეთის გატანა. ამიტომ მამა უფრო გრძნობებს აძლევს თავის შვილს, ისევ იდეალურ მამას თუ დაუბრუნდები და არა ნივთებს. ამიტომ ბავშვს უყვარს მამა არა ნივთების მომტანი, არამედ აი ეს შეგრძნების მომცემი, დაცულობის შეგრძნების მომცემი. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, არ ვურჩევდი არც ერთ მამას იზრუნონ იმაზე, რომ ძვირიანი ნივთები ქონდეთ შვილებს. არ არის ამოსავალი წერტილი კეთილდღეობისა. კეთილდღეობა ხო ჩვენი განცდა, ემოცია და ეს კეთილდღეობა ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ბალახზე ერთად სიყვარულით, წოლით, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ.